მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ ახალი შენ, რა გელოდება წინ, რისთვის უნდა იყო მზად. აი შეხედეთ, ნახეთ, ზუსტად არც გამიჩეხე, არც ნახეთ, ავიღე. რაღაცა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და ის გამოცდილება, რომელიც თქვენთვის საჭირო, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენთვის სასარგებლოდ და რაღაცა ის, რაც თქვენ უკვე აღარ გჭირდება, რაც უკვე მოკვდა, ასე რომ ვთქვათ, ის უკვე მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აქ ნამდვილად მოდის თქვენი სიახლე, ნამდვილად თქვენ რაღაც, აი მოდით ახლა უცბად ვნახოთ თქვენი ახლა სიგნიფიკაცია, ორი სიტყვი და მე უკვე ვნახოთ მაქვს მომზადებული როგორც ყოველთვის კითხვები. ეხლა ძალიან გთხოვთ კიდე ერთ რამეს, ჩემო სიხარულებო, ჩვენ აი აქ ბევრჯერ მე მქონდა ეს კითხვა, რომ ვისაც აინტერესებს ვთქვათ ვარიანტები და ძალიან ბევრჯერ მომწერეს, რომ არა, ჩვენ აქ ვარიანტებს არ ვიხილავთ. ვინც შემოდის და ეს ფორმატი არ მოსწონს, ხო, ჩემო სიხარულებო, არ არის საჭირო, რომ თქვენ მე მიკარნახოთ, რა გავაკეთოთ ჩემს არხს. ეგ იგივე რომ მე თქვენთან სახლში მოვალ და გეტყვი, რომ აი ესქენი, ეს უფრო ჯობია და შენ თუ არ მეკითხები, გაიგე, რომ თუ გეკითხე, თუ მეკითხები და ან მე გეკითხები. მაგ შემთხვევაში უნდა მითხრა, რომ აი ასე აჯობებს, თუ არ გეკითხები, არ არის საჭირო, რომ პირადში მომწერო და მითხრა რა გავაკეთო მე. კარგით? всё, მორჩათ ჩემო ლამაზებო. მე ვითვალისწინებ, ადრე მე როცა ვეკითხები და მეუბნებით ვითვალისწინებ, ვიცი რომ ჩემს არხზე გოგოებს არ უყვარს არანაირი ვარიანტები და ამიტომ ვარიანტები თუ გიყვართ, უამრავი ვიღაცა აკეთებს ვარიანტებით, ისინი ნახეთ იმათი ვიდეო. всё, ჩემო სიხარულებო. ყავა მომამზადეთ ხო დავიწყეს ახლა ჩვენ, ანუ რა ენერგიებში მყავხართ ახლა? რა ენერგიებში მყავხართ ახლა თქვენ? რა ენერგიებში? ნუ იცი რა არის ახლა? მე პრინციპში შემიძლია იგით რომ ცუდ ენერგიებში არ ახართ ნამდვილად. აქ სხვათა შორის რაღაცა ზეიმი გაქვთ, აქ ნახეთ რა ხდება. ან ვიღაცა, მოდით ასე ვთქვათ, შერიგდა თავის პარტნიორს, ან ვიღაცა არის რა ენერგიაში. მე ვგრძნობ რომ მალე ჩემ ცხოვრებაში შემოვა ძალიან დიდი სიხარული, იმიტომ რომ ჩვენი გაშლა არის რაზე მიმართული, ანუ ახალი შენ, რა რისთვის უნდა იყო მზად. აი უკვე მაჩვენებენ აქ ისეთ ენერგიას, რომ თქვენ პრინციპში კი, თქვენ უკვე ნამდვილად ხართ მზად იმისათვის, რომ რაღაცა შეცვალოთ. თქვენ ამაზე ფიქრობთ, თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით? ანუ შეიძლება ზოგი არის როგორ, კი, ბევრი რამე გამოიარეთ, უკვე გამოცდილებაც გაქვთ, მაგრამ ცოტა კიდე ვიღაცა უკან იყურება, რომ კიდე იქ ხო არაფერი დამრჩა და სამუშავებელი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც ვხედავ, რომ თქვენ გადაგიხართ რაღაც ასპარეზზე, უკვე კი ბატონო, კი, ან უკვე ყველაფერს იღებთ თქვენს ხელში და ნამდვილად აქ თან როგორი პიროვნება ხართ, აქ ვიღაცები თქვენ სხვათა შორის გითვალთვალებენ. და გელოდებიან თქვენ როდის თქვენ რამეს ისეც გააკეთებს, რომ აი საჭირო ადამიანი არის საზოგადოებისთვის, მაგრამ თქვენ შეიძლება არ გჯერავთ, ან ხართ როგორც, აი კიდეც ცოტა და მე გამოუჩნდები რა. ამას სულ გეჩიჩინებთ, რომ თუ გრძნობ, რომ შენში დეს რაღაცა ნიჭი, აუცილებლად ეს ნიჭი აჩვენეს სხვებს, აი შემოსწავლებს სულ მაგას ვეუბნები, რომ ვინ როგორ უნდა გაიგოს, რომ შენ ხარ ასეთი ნიჭიერი, თუ შენ არ გახვალ თუნდაც ინტერნეტში და არ იტყვი, რომ აქ ვარ და შემიძლია დაგეხმარო ჩემი ცოდნით, თუ გინდა მოდი. აი აქ არის ეგეთი სიტუაციაც, იმიტომ რომ შეიძლება ცოტათი კიდე ეჭვი გეპარებათ. კიდე აქ არის როგორი მომენტი, ზოგი შეიძლება ფიქრობდე, რომ ოჯახიც აღარ მინდა რა, მე ჩემთვის თვითონ ძალიან მშვენივრად კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მივხვდა, რომ აი მარტო კი კარგია, მაგრამ ამდენი პრობლემებიც, აი რასაც მე ავიღე ჩემს თავზე და უკვე ცოტა დავიღალე ჩემი ცხოვრების, მარტო მართვით. იმიტომ რომ ქალისთვის მაინც რთულია, როცა სულ უწევს თავისი, ვთქვათ, ცხოვრების მართვა. არის რაღაცა მომენტები, სადაც ჩვენ პარტნიორი გჭირდება, ხო? даже იმის მიუხედავად, რა ის ხო არიან ზოგი ბიჭი, თქვათ, ახლა
თქვათ, ყველაფერი შეუძლიათ. რე სხვა ხერხვა საჭმელს გაკეთება, მაგრამ მაინც სადაც რო ქალი მოვა და ქალი რაღაცას გაუკეთებს, უფრო სასიამოვნო, უფრო სხვა სიტუაცია არის, ხო? აი იგივე არის აქ, რომ კი, აი დავიღალე უკვე, ფიქრები დავიღალე უკვე იმით, რომ აი ხომ აქ როგორი პოზიცია, აი ხომ არ ვიფიქრო მეც რაღაც ოჯახს, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ხანია თქვენ ვაფშე უარს ამბობდით, ან იმაზე რომ თქვათ ოჯახში ვიცხურ, ან არ გამოდიოდათ, ცდილობდით, მაგრამ არ გამოგდიოდეთ, მაგრამ ეხლა ნუ მე თქვათ იტყოდი, არა, კაი, მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ ეხლა რაღაც ისეთი პერიოდი გაქვს, რომ თქვენ დაფიქრდით და ნახეთ რა არის დასწრის ბოლოსში. მინდა სიხარული, მინდა სიყვარული, მინდა ბედნიერება, მინდა ვუყვარდე და მიყვარდეს და ამიტომ მაჩვენეს აქ, რომ თქვენ უკვე გრძნობთ, რომ თქვენ უკვე თითქოს მზად ხართ, მოდეთ ასე ვთქვა, თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, ვისთანაც თქვენ იქნებით თანასწორი რა. ანუ აქ არ არის ის მოლოდინი, რომ მე სიყვარულისგან ველოდები, რომ ჩემი პრობლემები თქვათ გადამიწყვეტოს. ნახეთ, მე კი ვთქვი წეღან, რომ თქვათ არის, რომ მარტო ძნელია, მაგრამ მე იმას არ ვგულისხმობ არავითარ შემთხვევაში, რომ აქ ვიღაცა ელოდება ისეთ ადამიანს, ვინც თქვათ ახლა მის კრედიტებს დაფარავს, ხო? თუ მაგისტრის ელოდები, მოგიწევ დიდი ხანი ელოდინი, იმიტომ რომ შემოვა ისეთი ადამიანი, ხო, პრობლემაზე, ხო, პრობლემა ხო გაქვს. აი ზუსტად მაგ პრობლემაზე შემოვა ადამიანი, რომელსაც თვითონ ექნება ძალიან ბევრი რაღაცები თქვენ თქვენნაირად სიტყვაზე და აქეთ იფიქრებს, რომ ეს ქალი დამეხმარება. გაიგეთ რა ხდება, ამიტომ თქვენ რაზეც თქვათ ახლა რაზეც ვფიქრობთ, ეგეთ ტკივილზე მოგივა პარტნიორს და თქვენ როცა აქ უკვე ხართ თვითონ ისეთი ადამიანი, აი თვითქმარი გოგო ხართ და რომელმაც იცით, რომ მე სიყვარული არ მჭირდება იმისთვის, მე სიყვარული მინდა, მე არ მჭირდება აქ ვიღაცა, ვინც დაუშვათ მოვა და ჩემ პრობლემებს გადამიწყვეტს. მე თვითონ შემიძლია ყველაფერი უკვე, გაიგეთ და ანუ როცა შენ ადამიანს ეძებ, კიდე ნახეთ, თუ შენ ეძებ, ან დაუშვათ შენ გქონდა ისეთი მომენტები, რომ შენ ეძებდი ადამიანს, რომელიც თქვათ, ახლა მოვიდეს შენ ცხოვრებაში და ის დაუშვათ, მე მაგალითად ვიღებ შენ სესხებს, კრედიტებს და რაღაცებს გადაგიფარებს და მაგრამ გიყვარება, ეგეთი ადამიანი მოვა აუცილებლად თქვენს ცხოვრებაში. დამიჯერეთ, მე გეუბნებით გამოცდილებიდან, უკვე ურთიერთობაზე ვმუშაობ, რა ვიცი, მე მგონი დავწერდი მაგდებაში. ხო და როცა შენ უკვე ყველანაირად აი ხარ თვითონ თვითქმარი, როცა შენ თვითონ ანუ სრულყოფილი ხარ და იცი რომ მაგისტრის არ მჭირდება მე პარტნიორი, ხო, მე არა ვარ ვიღაცა თქვა ავანტყოფი, ხო, მე თვითონაც შემიძლია ჩემი ცხოვრება ვმართო, მაგრამ მინდა რომ ადამიანი ეგეთები იყო, იმიტომ რომ აქ თასების დედოფალი, თასების მეფე. ანუ ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა სიყვარული, ვისაც შეუძლია ჩემსად, ანუ ჩემნაირი ენერგიაში რომ იყოს, ვისაც უნდა ბედნიერება, ვისაც უნდა კარგი ცხოვრება, ვისაც უნდა რომ თქვათ ერთმანეთს ჩვენ გავუზიაროთ, ხო არის, აი თქვა დაუშვათ ქალიც არის თავის საქმეებით დაკავებული, კაციც არის თავის საქმეებით დაკავებული, იმას თავისი თქვათ ცხოვრება აქვს, თქვათ ბიჭსაც, გოგოსაც თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ მათ კიდე აქვთ რაღაცა საერთოც. ნუ ეს არის ძალიან ესეთი მაღალი დონის, რა თქმა უნდა, უკვე ურთიერთობები, მაგრამ შეუძლიათ და ძალიან ბევრს, მაგრამ კი ზოგი ახლა მაგის რომ მიაღწიონ, ნუ უწევს ძალიან დიდი დრო. მაგრამ აი აქ მაჩვენებენ, აი ზუსტად, როცა იცოდეთ ყოველთვის რაც შენ გტკივა და რისთვისაც შენ ეძებ ადამიანს, აი მაგისთვის მოვა აუცილებლად. ხო, ეს შეიძლება აი ასე ღიად აშკარად არ დებს ახლა ზემოდან, მაგრამ აი კარგად ჩაუმკლავდეთ, დაფიქრდეთ, მე სინამდვილეში რისთვის მინდა ვაფშე ეს მამაკაცი, ან თქვათ ეს ქალი რომ მყავდეს, ხო? რისთვის? აი ეს კითხვა დაუსვით თქვენს თავს და მიხვდებით, რომ თუ დაუშვათ, ნუ ეხლა რა თქმა უნდა, რომ შემოვა რაღაცებს შემოიტანს, რაღაცებს ისე გამიკეთებს, რაღაც არა. აი ეს არის ესე იგი შენ გაქვს რაღაცა, იმასაც იგივე რაღაცები ექნება. და მე რომ მოვა,
მე შენი ტყვევი მეხმართ თუ ამდენი პრობლემებით რა თმინდოდა ეგ კაცი, იმიტომ რომ შენს გაქვს პრობლემები, რომელიც გინდა ამაზე გადაადო. ის შემოდის ისეთი, რომ იმასაც პრობლემები, რომელიც შენზე უნდა გადაადოს. კაი, ეგეთ რა ხდება. და ეს არის როგორი მომენტი, ну სიტყვაზე ელემენტარულად, ეხლა იმას უნდა ხალი, რომელმაც თქვა გაუთოვებს საჭმელი, ну ბანალურს გადაგეუბნებით, საჭმელი გამიუთოვოს, გამიკეთოს, გამიუთოვოს თქვა თანსაცმელი და თქვა რა ვიცი რა გაუკეთოს, ლოგინი თქვა ეხლა სუფთად გქონდეს სიტყვაზე, ხო? ეს ამისი ანუ მჭირდება ხალი ამისთვის, რომ საყოფო საცხოვრებელი თემებში რომ დამეხმაროს სიტყვაზე, იმიტომ რომ ესე მაგამ, ну მეყვარება კიდევაც რა, სიყვარული მინდა რომ კითხო, ხო? ამ დროს ეს თემები აქვს მობეზრებული. ეხლა თქვენ გაქვთ თქვა სხვა თქვენი რაღაცა პრობლემები სიტყვაზე, ხო? ანუ თქვა მინდა რომ ფული გქონდეს, მინდა რომ თქვა აი ასე თქვა გააკეთოს ეს და ანუ ორივეს რაღაც არ ახარ სრულყოფილები რა, ანუ იმ კაც არაფერი შეუძლია თავისთვის რომ გააკეთოს, ამ ქალსაც არ შეუძლია რომ თქვა დაუშვოთ რაღაცა გააკეთოს, ხო? ის ელემენტარული. მოდიხარ გიყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ცოტა ხანი მე იწყება უკვე გადადება ეს თავის პრობლემას შენზე გადადებს შენ ამაზე შენ შეიძლება არც გიყვარს ეს ლოგინის დალაგება და ну სიტყვაზე ვიძახე და ხა უნდა ისწავლო ну короче აი წავიდა ეს თემა რა ამიტომ როცა რამდენადაც შენ რატო ვიძახოთ უნდა იმუშაო შენ თავზე უნდა თქვა დაამუშაო ეს ყველაფერი და ეგეთი პარტნიორიც მოგივა ხო როცა შენ უკვე გინდა უბრალოდ ადამიანი რა აი კი არ შემავსოს ერთად ვიყოთ ჩვენ შევსებულები ერთმანეთის შევავსოთ სიხარულით ბედნიერებით ერთმანეთს გავუზიაროთ უკვე ის რაც მე მაქვს ჩემი რაც მე აი თქვა აუცილებელი ხო არა ეს რომ შენ კარხანაში შემუშაო აი ჰობი რაღაცა მოგწონს ფსიქოლოგია რაღაც საერთო ენა საერთო თემებზე ვისაუბროთ მიხვდეთ აი ეხლა ამას რატო გეუბნებით ამდენი ხანი რომ ვიცი რომ ეს ვიღაცებისთვის სჭირდება გოგოები ბევრი გადიან ტრანსფორმაციას და ეცვლება ცხოვრება რომ თქვენ მინდა რომ დაგიღებთ აგიხსნათ რატომ შემოდიან თქვენთან დაუშვათ ეს პრობლემატიური პარტნიორები აი მაგიტომ მიხვდეთ ხო? კაი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ თორე დღეს მე მგონი რა ვიცი 1 საათი დაგჭირდება ამ გაშლისთვის ხო ნუ აგრძელი გაშლების არხი გვაქვს ვისაც მოსწონს კი უყურებს და დარჩება всё ნახოთ ახლა რას რა რჩება წარსულში რას უშვებ შენ უკვე всё რა დარჩა წარსულში რა ენერგია ეხლა იბადება შენში ამჟამად აი ამჟამად რა იბადება რა როგორი ხდები შენ რა აი შენი ახალი ვერსია როგორი იქნება რისთვის უნდა იყო მზად შენ ამ გზაზე ნახოთ შემდეგი ვკითხოთ ესე იგი რა დაგეხმარება რომ გაიხსნას და აი მიიღო ეს ახალი ცვლილებები მაღალი ძალებისგან გზავნილს მივიღებ ჩვენ რომ ანუ რისი უნდა იწამოთ თქვენ ახლა და როგორი იქნება ეს შენი ახალი ეტაპი ნახეთ ფარტუნა ხედავთ როგორ ლაპარაკობენ დღეს დასწრები ცვლილებები თქვენ აქ უკვე მართლა გაემარჯვე და რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ აი ახალ ეტაპზე გადადიხართ აქ სირთულეები სულ ყველაფერი აბსოლუტურად უკვე დასრულდა უდიდესი ტრანსფორმაცია გოგო აქ უდიდესი ტრანსფორმაცია გამოვლია უდიდესი და მე დარწმუნებული ვარ რომ აქ ბევრს გაიხსნათ მისი ვარსკვლავი ანუ ზოგი თქვათ ანუ თქვენი ნიჭი თქვენი თქვათ ზოგმა თქვათ ნუ ცნობილიც გახდეთ შეიძლება თქვენს წრეში შეიძლება აინთო შეიცვალეთ შეიძლება თქვათ ფიზიკურად შეიცვალეთ გაახალგაზრდავდეთ სიტყვაზე რაღაცა პროცედურები დაიწყეთ უფრო თავის მოვლა დაიწყეთ უფრო ზოგი შეიძლება თქვათ მართლა თუ მსახიობი ხართ რაღაცა კაი როლებიც მიიღეთ სიტყვაზე ნუ აქ რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება იმიტომ რომ მაგრამ თქვენ აქ ან გადაწყვეტილება უბრალოდ მიიღეთ რომ ნამდვილად რა მე აღარ მინდა ესე აი აქ უდიდესი აი ასე ტრანსფორმაციას ნუ ყოჩა გოგოებო ძალიან მაგრად ხართ ახლა აი მაგრები ხართ უმაგრესები რა როცა უკვე თქვენ ჯერ პირველ რიგში გადაწყვეტილება მიიღოთ რომ მე ასე აღარ მინდა როგორც იყო
და უკვე მე გადაგიყვანეს იმ თემაშიც, რომ გაიარეთ ის გზა, რომ უკვე всё უნდა ამოვჯირკო რა ეს რაღაცა როგორც ძირმა გარასავით გადავააგდო და ეს სიცარიელი რაც დარჩება შევავსო ახალი ენერგიით. ვაიმე რა მაგალითები მოდის ღმერთო ჩემო ეგ რა ხდება. კარგით ვნახოთ, ნახეთ ეს ჯადოქარი რო გვყავს. ხედავთ თქვენ ახალი ყავს ჩვენ აქ გოგო. ჩვენი დაგვეხმარება, ძალიან მომეწონა და ანუ რას ტოვებს წარსულში შენ, რას ტოვებ წარსულში? უკმოქმედებას, რაღაცა ისეთ ენერგიას, რომელიც შენ არ გაძლევდა წინსვლას, მაგას ტოვებს შენს უკან. მოდით გავხსნათ უფრო კარგად კიდე, რას გულისხმობენ აქ. ეს სიგნიფიკაციები აქ იყოს, მაინც დაგჭირდება. რას გულისხმობ უფრო, რას ვუშვებ, რას რა ენერგია ასეთი, რას უშვებს ეს გოგო? ხო. რაც არ გაძლევდა თქვენ, всё რა, რაც არ გაძლევდა თქვენ საშუალებას, ენერგია გამოუშვი, ნახეთ, რა ხდება იმისთვის, რომ შენ რაღაცა გაუშვა შენი ცხოვრებიდან, ხო? იმისთვისაც გჭირდება შენ ენერგია, ყველა ვარიანტში, შენ თუ უზიხარ ახლა ნახევრად მკვდარი, რას იზა, ვერაფერს ვერ იზა, ხო? ამიტომ გვაჩვენებენ, რომ უშვებს ის, რაც მაგას თქვა არ ჭირდება, რაც აჩერებდა, რაც არ აძლევდა მაგას წინსვლას, რაც ახლა უშვებს ახლა დიდი ტრანსფორმაცია გაიარა ამ ადამიანმა, აიღო. ზოგს უჭირს შესვლა ტრანსფორმაციაში, ძალიან უჭირს, რომ იმან შეიცვალოს, ამის ყველა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე ვარ ვარსკვლავი, გაიგეთ და ყველა იტრიალოს ჩემს გარშემო, რანაირად ხარ ვარსკვლავი, ხო? როცა შენ გარშემო ეგეთი სიტუაციები ტრიალებს, ერთი და იგივე, მაგრამ თქვენ აქ რა გაუშვეთ, რა თქვენ მიეცეთ საშუალება, რომ ეს არის როგორც სიმამაცე ერთგვარი, რომ მე შევდივარ ტრანსფორმაციაში, მე ვიცი, რომ აქ რაღაცა უნდა შევცვალო, რომ ვიყო გამარჯვებული. ამიტომ თქვენ უკვე შეიძლება ეს ბრძოლები, ეს ყველაფერები, ხო და ეს ტრანსფორმაცია, всё, თქვენ ყველაფერს უშვებთ, всё, უშვებთ. კი. აქ იცულებით, აქ დიდი ბედი ერთობა, გაიგეთ? აქ დაგეხმარეს თქვენ მაგალმა ძალებმა, რომ გაგევლოთ ეს ტრანსფორმაცია, აიღეთ რაღაცა შანსი, რაღაცა, უშვებთ. უშვებთ კიდე რას? არასერიოზულობას დაუშვათ, შეიძლება ფიქრობდეთ, თქვათ ახლა მაგალითად შეიძლება თქვენს გარშემო ტრიალებდნენ ახალგაზრდა ბიჭები სიტყვაზე, ხო? მაგრამ თქვენ მივხვდეთ, რომ ეხლა მე მინდა უკვე კი ეს დაუშვათ იყო კარგი, მაგრამ ეხლა მინდა რომ სერიოზულობა შემოვედეს რა. მივხვდეთ თქვენ რომ მაინც არის ხვაობა დიდი, კი არიან ეხლა ესეთი ბიჭები, რომ თქვათ ახალგაზრდა არის, ბევრს ჯობია სიტყვაზე, ასაკოვანს თავისი თქვათ გონებით, თავისი განვითარებით, მაგრამ ყველა არა, რა თქმა უნდა, ზოგი ახლა, მოდის როგორც გითხარით რაზეც. რა, ამიტომ ეს პატარები და. ამიტომ აქ არის თითქოს გავუშვი, შევიცვალე, გავუშვი, აქ დაგეხმარა თქვენ ბედი, რა, ცვლილება მოხდა, თქვენ ეს გავუშვით. რა ენერგია ეხლა ამჟამად შენში იბადება? რა ენერგია? სიმშვიდე, გათანასწორება, როგორი მომენტი ისეთ, როცა თქვენ უკვე აქ დაამუშოთ, შეიძლება თქვა, იყო რაღაც აგრესიაც შეიძლება ერთგვარი იყო, გაიგეთ, რაღაცა ისეთი ენერგია, რომ თქვა, უფრო ეხლა უყურებთ ყველაფერს მშვიდად, წყნარად, ჰარმონია იბადება ეხლა თქვენში, ჰარმონია. უკვე თქვა, თუ შეიძლება ადრე თქვენ რამეზე გაბრაზდებოდით, მოიშლებოდით ნერვებს, დაასრულებდით, всё, მორჩა რა. ეხლა თქვენ უბრალოდ ეს სიმშვიდე დაგეუფლათ რა ამ წუთში. ეს მკურნავის ენერგია სხვათა შორის აქ ხო გვაჩვენეს ჩვენ, რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ეხლა საჭიროც ხართ, ხო? შეიძლება თქვენ თვითონ განიკურნეთ და ეხლა ეს მკურნავის ენერგია თქვენში იღვიძებს, რომ თქვენ შეიძლება მეტად უკვე სხვებსაც დაეხმარებით ამ თქვენი მშვიდი ენერგიით რა. შეიძლება ზოგი დაიწყებს მედიტაციების ჩაწერას, თქვა, რაღაცას რა, დაეხმარებით. ეს ენერგია, ეს ახალი განახლებული ენერგია
თქვენ შეიძლება თვითონაც გიკვირთ და შეიძლება თქვათ ახლა უკვირდებით რომ რა ხდება, მაგრამ აი აქ არის აი მართლა ახალი ენერგია, ახალი, აი აქ დააკვირდით სარკეში ჩაიხედეთ, შეიძლება თქვენ დაინახოთ რომ რაღაც გაახალგაზრდავებული ვარ, ნუ აი მე და ჩემი მოსწავლეები სულ ყოველთვის მაგას ვაკვირდებით, იმიტომ რომ აი meditatsiya, რომელსაც მე ვაძლევ ჩემ მოსწავლეებს, როცა ჩვენ ვსწავლობთ ტაროს, ტარო ხო ენერგია და ენერგიებში შენ რო ეს არის ეს ენერგიები, რომელიც ჩვენში გვაქვს, ნუ ყველასში, ხო და იმისათვის რომ თქვათ ახლა ნუ იყო შენ თვითონაც ჯანსაღი, უნდა გქონდეს სულ ყოველივე ეს 22 ენერგია დამუშავებული აი მატრიცაზე იგივეს ახლა ვაკეთებ ჩვენ ვინც წამოვიდა ამ კურსზე, ხო? და სხვათა შორის აი ეს ამის წინათ წავიკითხე, ნუ თქვენ იცით რომ ტარო არის კიდე ლენორმანის, ხო? და ნუ მე ზოგჯერ მუშაობ, ხა ძალიან ისი არა, მაგრამ მუშაობ ლენორმანზეც მომწონს, მაგრამ აი როგორც ტაროზე მეტად არა, მაგრამ ლენორმანი თვითონ რა თქმა უნდა მუშაობდა ჯერ ტაროს მფლობდა და მე უკვე მის შექმნა ის თავის. მაგრამ აი 70 წლის ასაკში რო იყო, გამოიყურებოდა როგორც 40 წლის ასაკის ქალი და აი ნუ უსმენდი ძალიან საინტერესო გადაცემას, რომ აი გააკეთეს ხა ძალიან რა თქმა უნდა აქ არ მოგიყვებით, უბრალოდ არის ეს მომენტი, რომ თქვათ ვინც მუშაობს ენერგიებთან, ხო? ვინც აი პრაქტიკებს აკეთებს, მედიტაციებს და თან პლუს კიდე ანუ ეს დავიჭირე რომ ეს მედიტაცია რომელიც ჩვენ გვაქვს ტაროს სწავლის ნუ კურსზე, ანუ ზუსტად რომ ყველა ბლოკები აბსოლუტურად შენი რო სუფთავდება და ეს ნეგატიური რაღაცა ენერგიები რო შენგან რომ მიდის და ეს ბლოკები და რაც იყო, რა თქმა უნდა შენი მერე უკვე ახალგაზრდავდები და გოგოები ახლა იღებენ ხოლმე სურათებს რომ როგორი ვიყავი, როგორი ვარ. ძალიან საინტერესო არის რა ეს და აი ეგ ახალი ენერგიები. და ბევრი წყალის დალევა. რა თქმა უნდა შემიძლია გითხრათ რომ სანამ ტაროს არ მოვკიდე ხელი მე წყალს საერთოდ არ სვამდა. წვენები რაღაცები ეხლას ხო ხედავ აქ ხო სულ მიდევს, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის უფრო გაძლეს საშუალებას აი გასუფთავებზე ენერგიებზე, ნუ რა თქმა უნდა რომ მუშაობ ენერგიაზე გჭირდება, ამიტომ დალიეთ ბევრი წყალი, ისედაც დალიეთ რა, კარგია. ანუ აი ეს არის რა, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორი ხდები შენ ახალი შენი ვერსია. აი შენი ახალი ვერსია არის გადასარევი იმის მიუხედავად, რომ ეს არის ხუთიანი პენტაკლების. რას ნიშნავს ეს, იცით? ეს იმას ნიშნავს, როცა ადამიანს ყველაფერი ყოფნის. როცა ადამიანი უკვე რაც როგორ არის, იცით? ხუთიანი საერთოდ ეს არის როგორი მომენტი. თუ თქვენ იძახეთ, ეს არ მყოფული არ მყოფნის, სიყვარული არ მყოფნის, რაღაცა არ მყოფნის, ხო? აი ამაზე ძალიან საჭირო მუშაობა. აქ ადამიანი ამაზე მუშაობს, შეცვალა, აი აქაც ნახეთ, შეცვალა მიდგომა, აი პაჟეს პენტაკლების პაჟს სულ რაღაცა ჭირდება, სულ მინდა, შეიცვალა მიდგომა, შეიცვალა თქვენი გაიგეთ და აი უკვე ეს მომენტი რო თქვათ მე მაგლია რაღაცები, აი თქვენ ამას ტოვებთ, კი, აი ხო გითხარით, გამოდიხართ თქვენ ამ ენერგიიდან და არის კარგი პრაქტიკა და აუცილებლად ახლა გავაკეთებ დეკემბერში, აი ხა ნოემბერში გვექნება ჩვენ ძალიან მაგარი მარატონი, ვინცაც უყვარს ტარო და საახალწლოდ ბევრს და უამრავი მაქვს, იქ რა ვიცი 6 თუ 7 რა ვიცი რამდენი გაშლას მივცემ იმათ ვისაც უნდა თუ ტაროლოგი ხართ ან გაინტერესებთ თქვათ ან ჩემ მოსწავლეს ხო თავისთავად ჩვენ კლუბი გვაქვს ტაროს კლუბი იქ შემოდით და იქ იქნება ეს მარატონი და მე დეკემბერში უნდა გავაკეთო ჩვენი ტრადიციული უკვე უფრო მეტი რაღაცა მეც გამოვიარა მე ხო ყოველ წელს გავდევარ თვითონ რაღაცა პრაქტიკებს რაღაცები მისრულდება და ძალიან მაგარი რაღაცაა მისრული ჩემ მოსწავლეებმა კი იციან და აი ამ ტექნიკებს ყველაფერს გადმოგცემთ, იმიტომ რომ აი აქ ადამიანი იცვლება პირველი რაცაც უნდა დავამუშაო ჩვენ ის რომ არის აი არ მყოფნის რაღაცა, ხო? აი ეს არ საკმარისობათო როგორ არის ეს სწორად, ხო? ეს სიტყვით ქართულად ხო იცით რომ ვეძებ ხოლმე სიტყვებს. აი ამაზე არის საკლაპარაკი, აი ეს უნდა შეცვალო, ან უკვე შეცვალე შენში და ამიტომ აქ ეს არის ძალიან ახალი და მაგარი ენერგია, რომელიც ახლა შენი ახალი ვერსია, რომ მე ყველაფერი მყოფნის, მე ყველაფერი ხო, რაც თუ ადრე დაუშვოთ თქვენ მაგაზე ნერვიულობდით, ეს თქვენი ცხოვრებიდან უკვე მიდის, всё, მიდის.
მივხვდეთ თქვენ, ნუ ეს ადრე იყო, აქაც მაჩვენებენ, რომ ამუშავებთ ამ თემას, ხო, ეს უკვე მე ვთქვი ყველაფერი, ამიტომ აქ ახლა გავჩერდები და შემდეგი ვკითხოთ ჩვენ, ესე იგი, რისის უნდა იყო მზად ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე, აი, აქ არის რაღაცა 7 პერიოდი გეწყებათ, იცით რა, აი, ენერგია ისეთი გაქვთ, რომ თქვენ რაღაცა უნდა იყოთ, იცით, აი, რამდენი წერს ხოლმე, აი, ძალიან მინდა რომ ვიყო ვიცხოვრო წყნარი მშვიდი ცხოვრებით. აი, თითქოს გეძლევათ, რატო, იცით, იმის მიუხედავად, რომ თქვენ აქტიურობასაც მე ვხედავ, კი ბატონო, მაგრამ აი, თითქოს როგორი მომენტი, იცით, ეხლა მე ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს. მე ვიცი, რომ ჩემ ცხოვრებაში ფული შემოდის და ყველაფერი, რაც მე მჭირდება, აბსოლუტურად არის უკვე ჩემ ცხოვრებაში. მე გასწავლე თქვენ როგორ უნდა მიიღოთ ის, რომ არა მარტო აფირმაციები, რომ იძახო, აი ნამდვილად როგორ უნდა მიიღოთ ის, რაც თქვენ ნამდვილად გინდათ რა და გჭირდებათ. ამაზე მერე, მაგრამ აი აქ რო თქვენ ახლა უკვე რისის უნდა იყოთ მზად ამ ეტაპზე, აი ზუსტად აი ამ სიმშვიდეს პრაქტიკებით თუ დაუშვათ რამე არ იცოდეთ, კი ბატონო, აი ამისთვის უნდა იყოთ თქვენ მზად, კი. იმიტომ რომ აქ გვაჩვენებენ, რომ რაღაცა წარსული დამთავრდა. აქ დამთავრდა კიდე რა, რაღაცა პერიოდი, რომელიც თქვენ გაწუხებთ თქვენს მამაკაცზე. აი რაღაცა თქვა შეიძლება დაელოდებოდეთ თქვა თქვენ მამაკაცს, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ აქ გვაჩვენებენ, რომ ეს უკვე всё მორჩა ეს ნერვიულობა, მორჩა უკვე ამაზე ფიქრე, ეს უკვე უნდა ჩააბარო თქვენ წარსულს, კი და თავს ნუ იტყუებთ თქვენ. რომ აი არიქა და ეს კიდე მე მჭირდება. აქ გაჩვენეს ჩვენ რომ უკვე თქვენ უნდა შემოუშვათ ახალი ადამიანი, კი. всё, დასრულ, ნუ აიტყუებეთ და აქ მომავალზე იფიქრე. მომავალზე იფიქრე, შენს თავზე იფიქრე. აქ ამას გვეუბნებიან, რომ всё, ამაზე შენ ეს სიტუაცია უკვე განიკურნა შენში. всё. მივხვდეთ, აი დაიმახსოვრეთ ეს ძალიან გთხოვთ რა, რომ აი თუ კიდე რაღაცა გაქვთ თქვენ გაწუხებთ, არა, თუ დაუშვათ, ან აქ კიდე რაღაც შეიძლება თქვენ კი ფიქრობდეთ იმ ადამიანზე, მაგრამ აქ თქვენში ჩაისახება ეხლა ეს სიმშვიდე, რომელიც დაუშვათ თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ არ იფიქროთ იმ ადამიანზე და გამოიყენოთ ეს ენერგია თქვენი განვითარებისთვის, თქვენი ვარსკვლავისთვის, იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი გახსნათ, იმისთვის, რომ თქვენ ანათებდეთ, იმიტომ რომ ეს არის რა საჭირო. რომ აი ამ პაუზაში თქვენ ეს უნდა გააკეთოთ თქვენი თავზე, ანუ წადეთ სალონში ელემენტარული, ხო, თქვათ, ახლა რაღაცა პროცედურები წადეთ, ახლა რაღაცა გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსიამოვნებს, რაც თქვენ მოგიტანს კარგ განწყობას. გაიგეთ და ნუ ზიხართ ახლა აქ და ნუ ფიქრობთ ამ ადამიანზე სიტყვაზე. ესე და პაუზა არის იმისთვის ყოველთვის, რომ რაღაცა შენში შეიცვალოს. თუ შენ ახლა ადამიანმა გითხრა, всё, წავედე, ან ისიც არაფერი არ გითხრა, წავედე და შენ ზიხარ და გლოვიარობ, არაფერი არ იქნება კარგი, დამიჯერეთ. ეს პაუზა გაგრძელდება კიდე საუკუნე და ახალიც არავინ არ შემოვა და იჯდები და ელოდე ახლა იმას, ვინც შენ არაფრით არ გავსებს რა, მარტო შენ ენერგიას გართმევს, იმიტომ რომ შენ ტყუილას ზიხარ და მაგაზე ფიქრობ და ეს ადამიანი ახლა სადღაც არის და ზოგი კიდე რომ 3, 4 და 5 წელი რო ელოდება, ეს ხო ნონსენსი, საერთოდ შენი ცხოვრება რა გაჩერდა რა. ამ ადამიანისთვის იყავი დაბადებული, რომ მარტო მაგის ირგვლივ ირბინო? შენ სადახარ, შენ სადახარ, ვარსკვლავი შენზე იფიქრე, შენზე. შენი გახსენი, აი, გახსენი შენი ვარსკვლავი, გახსენი შენი ვარსკვლავი და თავს ნუ იტყუებ. და ვნახოთ ახლა რა დაგეხმარება, ხო, შენ ამ შენს ასეთ ცვლილებებში რა? რა დაგეხმარება, აი მთელი საგვარეულო, მთელი მაღალი ძალები დაგეხმარებიან ყველანაირად რა. ეს არის ძალიან კარგი რა, ანუ შეგიძლია თქვათ, აი აქ პრაქტიკა როგორი ძალიან ძლიერი შეიძლება გააკეთოთ, რომ აი უბრალოდ ნუ ძლიერი არაფერი ისეთი რთული არ არის, რომ ღამე თქვათ, ნუ მე მიყვარს ეგრე თქვათ, რომ აი დაელაპარაკო შენ საგვარეულოს, რომ დამეხმარეთ, სად არის ჩემი გზა, რა უნდა გავაკეთო. აქ ნამდვილად დაგეხმარება, დაგიდგებიან გვერდში თქვენი საგვარეულო, თქვენი ანუ აი რა ვიცი, თქვენი ანგელოზი თუნდაც რა. ანუ აბსოლუტურად მე აი აქ მაღალი ძალები რაღაც ძალიან თქვენსკენ არიან რა, აი
დაგეხმარებათ აუცილებლად რა. და ნუ მაღალი ძალები ხა რას გეუბნება რა ესე რა ქვია რაში უნდა იწამო ახლა. აი იმაში უნდა იწამო რომ ყველაფერი რაც შენ დაწესე მალე მოგიტანს შენ შედეგს. აბსოლუტურად ყველაფერი. იმიტომ რომ აქ ყველაფერს ხედავენ მაღალი ძალები, შენ რას აკეთებ, როგორ აკეთებ და იმიტომ რომ თვითონ ერთობიან და თვითონ გეხმარებიან იმაში, რომ შენი რაღაცა ცხოვრების ეტაპი შეიცვალოს, გაიგეთ და გეხმარებენ. აქ თქვენ გაიარეთ მძიმე ტრანსფორმაცია, ახლა გადადიხარ ძალიან სასიამოვნო ტრანსფორმაციაში, როცა უკვე თვითონ მაღალი ძალები დაგეხმარებიან იმაში, რომ რაც უკვე აღარ გჭირდებათ, რაც უკვე всё, აი რემონტი. მაგალითად, ხო, გააქვს 10 წელიწადი, ხო და იფიქრე რომ ღმერთო ვეღარ უყურებ ამ კედლებს, მორჩა რა. всё, ხვალიდან ვიწყებს რემონტს და იწყებ, მიდიხარ მაღაზიაში, ყიდულობ რაღაცებს და შეიძლება ფულის გადადებული გაქვს უკვე 1-5 წელი ამ რემონტზე და ვერ იწყებ და აი ეს არის ეგეთი ენერგია, თითქოს რევოლუციას ახდენენ და აუცილებლად მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ დაიჯერე შენ რაც გააკეთე, ეს არაფერი არ იყო ტყუილა, არაფერი აბსოლუტურად ცოტა ხანის დაგველოდე და უკვე შენ მიიღებ შედეგს რა, დაგველოდე და უკვე ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, აბსოლუტურად ვხედავ და ვიცით რომ შენ აუცილებლად რაც შენ დაწესე, შენ მალე მოიმოყი. კი, აუცილებლად აქ აი ხო კიდე რას გეუბნე, აი გულის ტკენა, აქ სხვათა შორის ახალი ადამიანი შემოდის უეჭველე თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანი რო შემოვა, იმას აი თითქოს დაგავიწყებინებს შენს ამ ტკივილს, აი ყველაფერს თუ რამე იყო რა. კი, აი მარტო სიხარულს მოგიტანს ეს ადამიანი. აბსოლუტურად ხო გეუბნეთ, აი წარსულს დაგავიწყებინებს ეს ადამიანი, აი თითქოს წაგიშლის რა, ამ შენ წარსულს რა. აი აქ არის ახალი ენერგია არის აქ რა. თუ ის რა ქვია. პლუს კიდე თუ ქონდა შენ ბრძოლა, გინდათ ახლა ფინანსური თემა, კი, ესეც ყველაფერი აბსოლუტურად უნდა წავიდეს რა. აქ თქვენს აი როგორ არის იცით, მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ აუცილებლად აქ გაიხსნება შენ ის საქმე, რომელიც შენ მოგწონს, რომელიცაც შენ ხარ დაკავებული და შენ თუ ფიქრობ, რომ აი მე ამდენს ვაკეთებ და არაფერი არ არის ესეთი შედეგი, როგორცაც მე ველოდები, კი არის, კი მიხარია, კი მომწონს, მაგრამ აი ჯერ არ მაძლევს ესეთ შედეგს, მაგრამ თქვენ მაინც არ დანებდით, ხო? აი როგორი სიტუაცია, რანაირი სიტუაცია არ უნდა ყოფილიყო, თქვათ რაღაცა გაბრაზებული, განერვები მოშლილი, ნუ რაღაცა თქვათ აი არ მიდის, ვაკეთებ, არ მიდის, მაგრამ თქვენ არ ნებდებოდა ადამიანი. აქ თქვენ აი даже შემიძლია თქვათ კაცურად უდგებოდით საქმე, რომ კაცი არის ქმედება. იმიტომ ამბობენ, რომ კაცურად მოიქეცი, იმოქმედე, კაცის ენერგია არის ქმედება, ხო და ამიტომ ხალით შეიძლება იყშევიდეს ასეთ ენერგიაში რა, რომ ანუ ქმედებისთვის ჭირდება რა ამას ეს ენერგია და ხალი არის უფრო აი ხალივით რო იქცევი კაც რო ეუბნე ხალივით ანუ ეს რას ნიშნავს როცა არაფერს არ აკეთებ ნუ ეხლა ეს მე გეუბნები თქვენ ცოტა სხვა გაგებეთ ხო ხტებით რომ ხალი არის მიმღები ენერგია კაცი არის გამცემი ანუ კაცი აკეთებს მოქმედებს ხალი იღებს მის ნამოქმედარს და მე იქიდან რაღაცას ქმნის ხო ხტებით რა ხო და იმიტომ არის ანუ ეს ენერგიაზე გეუბნები და როცა თქვა კაცი არაფერს არ აკეთებს ხალივით რატო იქცევი ხო ხტებით და აი კაცურად მოიქეცე აი ეს ამას ნიშნავს რომ ანუ იმოქმედე რა ეს ენერგია ჩართა შენში ნუ ეს ასე კანონი ასეთი აქვს სამყაროს და ვინ როგორ იქცევა ხო კი იცით თქვენ ახლა ნამდვილად ახლა ამ სამწუხაროდ ხო ну კარგით ანუ ნახოთ ახლა ჩვენ ანუ როგორი იქნება ეს თქვენი ახალი ეტაპი უბედნიერესი, უკარგესი, ცხრიანი პენტაკლების რას ნიშნავს იცით როცა აი აქაც თქვენ უკვე აი აქაც სიგნიფიკაციაშიც მაჩვენეს თქვენ უკვე დგახართ ამ ეტაპზე თქვენ უკვე ხართ ეს თვითქმარი გოგო რომელსაც უყვარს თავისი ну გოგო ბიჭი შეიძლება ბიჭებმა თქვენს ალბათ ხა თუ თქვენზე რეზონირდა თქვენ უკვე ხართ ეგეთი ადამიანი რომელიც აი ნამდვილად უკვე არის თვითქმარი და აი ეს ყველაფერი ეს ეტაპი თქვენ უკვე გაძლევთ აი აქაც მანახეს რომ ნამდვილად
ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ თქვენ აი ცხოვრობთ იმ ცხოვრობით, რომელიც თქვენ მოგწონთ, რომელიც თქვენ განიჭერთ ბედნიერებას, სადაც თქვენ გრძნობთ თავს კარგად და ერთი რამე დაიმახსოვროთ, ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი, ამაზე ვამბობ სულ. თქვენ თუ იქნებით კარგად, მე უკვე ამ სიუხვიდან შეძლებთ, რომ ყველას აი თქვენ შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს, მამიშვილებს დაეხმაროთ. თუ შენ თვითონ და ბოლო ლუკმას თქვათ, ახლა ჭამ და იმასაც პირიდან იღებ და ვიღაცებს აძლევ და თვლი, რომ შენ მაგარი ხარ, ეს აი ადრე თუ გვიან გაგიჟდები და გადაერევი, რომ ამდენი შრომობ და მე არაფერი. აი აქედან იწყება ტრანსფორმაცია, გაიგეთ? მაგრამ თქვენ შეიძლება უკვე გამოვლილი გაქვთ აი ეს ყველაფერი პერიოდი და იცით, რომ ჯერ მე ჩემს თავს უნდა გავუკეთო, მე თუ ვშრომობ, ჯერ მე ჩემი თავი უნდა ვასიამოვნო, ხო? თქვათ რაღაც და მე უკვე ეს თვითონ არის, აი თქვათ დაუშვათ ოცნებობ თქვენ რამეზე, აი ელემენტარული რაღაცაზე, ხო? მაგრამ სულ გადაადეთ, აი იმას უნდა ის და დაგავისაც თქვენი თავი, ხო? აი სცადეთ და ეს რაღაც, რაც თქვენ გინდა დიდი ხანია, შეიძლება პატარა რაღაცა იყოს, ხო ეს? და დიდი ხანია თქვენ თავს არ აძლევდეთ უფლებას. წადეთ, აი თქვათ ფეხსაცმელი, რა ვიცი, კაბა, ნუ აი ელემენტარულს გეუბნებით და წადეთ და გააკეთეთ თქვენ ეს, რაც თქვენ გინდათ. და ნახავთ, თქვენ აი ამ სიუხვიდან თქვენ რამხელა ბედნიერებას რამხელა რა გულით ახლა გამახსენდეთ ჩემი სიტუაცია ერთ-ერთი და იმიტომ ცოტა შევჩერდე, რომ მეთქე რა მაგრად იმუშავა რა, ეს ზუსტად ესე რომ მოვიკეცე მეთქე. ძალიან საინტერესო ჩავწერ და მე ტრენინგზე მე მოვუყვები. ანუ აი ეს არის ზუსტად მაგარი თემაა რა. როცა შენ ხარ თვითონ იმ ენერგიაში, რომ შენ შინაგანად კარგად გრძნობ თავს, მე უკვე სხვა ენერგიით ეხმარები იმ ადამიანებს, შენ შვილებსაც თუნდაც, ხო? და სხვა, აი ისე მაგრად იცვლება ყველაფერი, აი ხა რომ გამახსენდა ეს სიტუაცია, всё, უკვე შევედი იქ და იმიტომ რომ აი თქვენ რო გეხმარებით, ჩემ თავსაც ვეხმარები, რა თქმა უნდა, რაღაცები ჩემში სიხსნება. всё, ჩემო სიხარულებო, მიყვარხარ ძალიან, გელოდებით კომენტარებში, ყველაფერს ვკითხულობ და მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა რომ ვითარდებით, მადლობა რომ თქვენი ცხოვრებაში ხდებათ ცვლილებები, იმიტომ რომ ესეც არის ჩემი მისია, რომ რაც შემიძლია ვისწავლო, გამოვიყენო, გადმოგცეთ. თქვენი უკვე არჩევანია, მიიღებ თუ არა ამ ცვლილებებს. მიყვარხარ ძალიან და მომავალ შეხვედრამდე.